დღეს გადაცემაში ნახავთ. ქართველი ალტერნატიული ჯგუფები ბათუმის ბულვარში ხურდებს აგროვებენ. როგორ ყალიბდება ზღვისპირეთი მუსიკალურ ქალაქად. ოქროში ჩაფლული ბათუმი, ზარაფხანას ტრადიციული საჩუქარი ბათუმის დამსვენებლებს და ტოპ გოგოს მონაწილეების მორიგი დავალება. ისინი ვისაც ჯაზ ქართული ესტრადა ურჩევნია. სოჰოში შეკრებილი გიო ხუციშვილის თაყვანისმცემლები. მოიმარჯვეთ ზურგჩანთები, აიღეთ ბილეთები და წინ ბათუმისაკენ. მიუხედავად თქვენი გემოვნებისა, სქესისა თუ სტატუსისა, მზიანი ზღვისპირა ქალაქი უამრავ საინტერესო ღონისძიებას გიმზადებთ. ინტელექტუალურ მუსიკას არ აღიარებთ და ჯაზ ფესტივალი ძარაა თქვენი სტიქია. მოგვილოცავს თქვენ ალტერნატიული მუსიკის ქუჩის კონცერტებში ფულის დახარჯვა საერთოდ არ მოგიწევთ. მოდი თავიდან რა პროგრამა რა. დავაი. ბათუმის ბულვარი ქართული ჯგუფებითაა სავსე და ჩვეულებრივი მიწისქვეშა გადასასვლელების მუსიკოსების არ იყოს ეს უკანასკნელები ყურადღებას საინტერესო რეპერტუარით და ხურდის შესაგროვებლად გაშლილი ჩანთებით იპყრობენ. მე მეგონა რომ ბათუმში ჩამოვედი და ვითომ თბილისში ჩამოვედი? მეც მეგონა რომ ბათუმში ჩამოვედი და თურმე თბილისში და არ გავსულვარ თბილისში და ყველა აქ არის ხო? კი, ზურგი, ჯეტბერდი, ჩვენ, ბალონ შუთერსი, ჩვენც უკრავთ აკუსტიკურად. და სად უკრავთ? შვიცაძე. ერთი 100 მეტრია აქედან. და მეც განაწილებული გაქვთ ადგილი. ო. ერთმანეთს ხელს არ უშლით. თავი ფული ჩაყაროს ხალხო. Loudspeakers especially for music box. ხედავ. პირველებს ბულვარში დათო ლომიძეს და მის ბენდს გადავაწყდით. თუმცა სანაპიროზე ჩამსკრივებული შეყვარებული წყვილების არ იყოს, ჯგუფებიც გეომეტრიული სიზუსტით არიან ერთმანეთისგან დაშორებული და მსმენელს მთელი ბულვარის გაყოლებაზე ართობენ. ბათუმი ხდება ნელ-ნელა მართლა საფესტივალო ქალაქი და აი ეს რაც ახლა აქ ხდება ქუჩაში ეს განაწილებული სხვადასხვა ლაივები, ზოგი ამას უკრავს, ზოგი იმას. აი ხალხი გიტარით დადის ნახე რა. დღეს აი ბიჭებს აქვს სხვადასხვა იმას, ბენდს აქვს კონცერტი და რა ვიცი, მაგრა ასწორებს რა. ნურც ყურადღება დაგენანებათ და ნურც ხურდა. ჯერ ეს ერთი საღამოს ბულვარში სეირნობისას თქვენს ყურადღებას ცნობილი ჰიტები ნამდვილად მიიპყრობს. მეორეც საკუთარ წვლილს ქართული ალტერნატიული მუსიკის განვითარებაში შეიტანთ. და მესამეც, უკვე დარწმუნებით გეცოდინებათ, რომ სულ მალე ბათუმი ღირსეული საფესტივალო ქალაქი გახდება. თბილისურმა გლამურმა ბათუმშიც ჩამოაღწია. გლამურმა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ისედაც ოქროსფერ ქალაქს ზარაფხანა ყოველ წელს კიდევ უფრო მეტ ბზინვარებას მატებს და გაროჯული სხეულებისათვის სერიულად უშვებს ახალ ფერად კოლექციებს. ამჯერად სამკაულების ახალნაკად საზაფხულო კოლექცია დაარქვეს და სტუმრებისათვის სრული კომფორტის შესაქმნელად ამ უკანასკნელის არასტანდარტული ჩვენება სასტუმრო რადისონში მოაწყვეს. ტრადიციულად უკვე მესამე წელიწადია ჯაზ ფესტივალის ფარგლებში ზარაფხანა ყოველთვის აწყობს გარკვეულ სიახლის პრეზენტაციას. 3 წლის წინ გაიხსნა ეს მაღაზია, რომელიც ბათუმში მდებარეობს. იქნება უჩვეულო წარმოდგენა ახალი კოლექციის, შერჩეული არის 10 წარმატებული მანდილოსანი სხვადასხვა სფეროში და მათ წინასწარ დაურიგდათ ეს სამკაულები. უკვე ტრადიციად იქცა ფაქტიურად ყოველ წელს ჩვენ საზაფხულო კოლექციას წარმოადგენთ ქალაქ ბათუმში. დღეს შევიკრიბეთ აქ სასტუმრო რედისონში. კოლექციას ქვია საზღვაო კოლექცია, ზღვის კოლექცია 2012 წლის. ძირითადად შესრულებული 595 სიმღერის ოქროში და გაწყობილია ზვირფასობით ბრილიანტები. საშუალო ფასი არის 1000 ლარი, იწყება 450 ლარიდან, ისე რომ
ულამაზესი სამკაულების ვიტრინაში გამოფენის ნაცვლად ზარაფხანას მესოურებმა ამ უკანასკნელების ცნობილ ქალბატონებზე მორგება გადაწყვიტეს. ერთგვარი კითხვა-პასუხის რეჟიმში გამართული პრეზენტაციისათვის კი კიდევ უფრო მეტი აზრის შესამატებლად გათამაშებაში პრიზი ზარაფხანას ოქროს ბეჭედი დააწესეს. რამდენიმე წუთში თავი თბილისურ წვეულებაზე ვიგრძენით, სადაც უცვლელი ცნობილი სახეების საყოველთაო ყურადღების ცენტრში ყოფნას ამაყადირგებენ. არაერთ აქციაში მე მიღია მონაწილეობა ზარაფხანესი, გარდა იმისა, რომ ეს არის ხარისხი, ამის გარდა მე საერთოდ მომხრე ვარ დამზადებული საქართველოში. როდესაც ეს დამდევის ატარებს ნებისმიერი, არ ვიცი, 60 იქნება თუ მით უფრო სამკაული. და ზარაფხანას მომხმარებელი ვარ ძალიან დიდი ხანია, მათ შორის ჩემი საქორწინო ბეჭედი ზარაფხანაა. ხედავთ, მეუღლემ დამზადა ზარაფხანაში. ზოგს აშკარად კარგი ბედი აქვს. გათამაშების გამარჯვებული კი საჩუქარს ნამდვილად ვერ დაიწუნებს. ის გადაგვრჩენია მისი თეთრი შურით გშურდეს. ან თაყვანის მცემლებს გავხედოთ ნაწყენი მზერით, იმისათვის რომ მომავალი საჩუქარი სწორედ ზარაფხანას მაღაზიაში ეძებონ. აი, ძალიან ლამაზია. ქონდათ იმედი რომ მოიგებ. ნამდვილად ქონდა ამ განწყობით მოვედი. ზოგადად ზარაფხანას მომხმარებელი რამდენად ხართ? ან რა სიხშირით იძენ თქვა სამკაულებს ზარაფხანას? პერიოდულად ხდება ხოლმე. საინტერესო კოლექციები აქვს ხოლმე. დიდი მადლობა ესეთი ლამაზი ბეჭდისთვის. კიდევ უფრო მიმზიდველ საღამოს პროექტი Top Gogos მონაწილეები ხდიდნენ. რეალიტი შოუს სახეები ზაფხულში ზღვისპირეთში მუშაობენ. შეცვლილი იმიჯებით და გარუჯული სხეულებით ფინალს უკვე 6 მათგანი ელოდება. იგი რაღაცა საინტერესო ადგილას ამოყავი თავი. მე მაინტერესებს დღეს აქ ერთობით გადაცემის ფარგლებში ხართ რა საკეთებ? დღეს ვერთობით კიდევაც და ცოტა პროექტიდან დავალებაც ჰქონდა, ცოტა რეკლამა უნდა გაგვეკეთებინა, ასეთი მშვენიერი სამკაულებისათვის, რაც ძალიან დიდ სიამოვნება მოგვანიჭა, ნებისმიერ გოგოს მოწონს ესეთი ლამაზი სამკაულები. სამკაულებით ჰქონდათ ფოტო და ვიდეო გადაღება თუ არ ვცდები. ეხლა რაღაცა იმიჯებით შეგიცვლიათ, ანუ სპეციალურად ამ დღისთვის ხო არ მოახდინეთ ეს ხო? არა, სპეციალურად ამ დღისთვის არა, საერთოდ ანუ განახლება მოხდა ჩვენი ესე ვთქვათ, იმიჯები შეგვიცვალეს და ზოგადად ამ ზღვის სეზონისთვის ეს ხო მეორე ეტაპია ასე ვთქვათ ამ გადაცემაში და მეორე ეტაპისთვის შეგვიცვალეს იმიჯები. სულ რაღაც 2 კვირა გარშა არც კი მე მგონი დაგვრჩა 2 სასამართლო და ველოდებით კანკალით და ნერვიულობით, აი სასამართლოს დღეს ვერ გეტყვი, პროსტა სიტყვებით ვერ გადმოვცემ, ისე ნერვიულობ ხოლმე ყველა და მით უმეტეს ახლა რომ დავჭით 5-ნი, აი ძალიან გაგვიჭირდება ერთმანეთისგან განშორება. ჩვენი საყვარელი საქმეა და ამ ყველაფრიდან მხოლოდ სიამოვნებას ვღებულა. რა თქმა უნდა. კარგი გოგოები გყავთ ხო? კი, ნამდვილად ძალიან კარგი გოგოები გყავს. უკვე რაღაცა დედობრივი ის გამიჩნდა ამათ მიმართ, რომ მართლა ძალიან ბევრი დრო დავხარჯე ამაზე და დიდი ამაგი მაქვს შემილია ვთქვა და აი რომ შემოვედი ვთქვი რომ აი ჩემი გოგოები ყველაზე ლამაზები არიან. ჩვენებები იგეგმება ბათუმში, ერთი ჩვენება უკვე ჩავატარეთ და გეგმავთ კიდე ჩვენებას და არ გამორიცხავ რომ ზარაფხანა გაგველამაზებს ჩვენებას და დაამშვენებს ჩვენს გოგოებს. მოკლედ, ბათუმში ოქროსფერი სამკაულებით და გრძელფეხება გოგონები ანათებენ. საკითხავი ისაა, ეს ორი უკანასკნელი ვისთვისაა ხელმისაწვდომი. არც ერთია იაფი შესაძენი და არც მეორე ადვილად შესანახი. რეკლამის შემდეგ ნახავთ. ისინი ვისაც ჯაზ ქართული ესტრადა ურჩევნია. სოჰოში შეკრებილი გიო ხუციშვილის თაყვანისმცემლები. ზოგი ერწმუნება, რომ გემოვნებაზე არ დაობენ. ზოგიც იმ აზრს აწვება, რომ ამ უკანასკნელზე სადაო ყველაზე მეტია. ჩვენ კი იმ დასკვნამდე მივედით, რომ მთავარია გართობა და არ აქვს მნიშვნელობა სხვა რას იფიქრებს ამაზე.
გემოვნება რაშუაში იყო და აკიხსნით. გაგანია ჯაზ ფესტივალის დროს სოჰოში ისეთებიც აღმოვაჩინეთ, ვისაც ინტელექტუალური მუსიკის მოსმენას მამა პაპური ესტრადა ურჩევნია. ხოდა თბილისიდან ზღვისპირეთში გამოქცეულებიც ამ უკანასკნელის მოსასმენად შეიკრიბნენ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ლაუნჟში. შინაურულ სიტუაციაში მიკროფონთან გიო ხუციშვილი დგას. არ არსებობს ბათუმში რო ქართული სიმღერა არ გავაჟღეროთ ჯაზი, პოპი, R&B ძალიან კარგია. მე მართლა ძალიან მიყვარს და მოხარულიო რომ ეს ფესტივალები ტარდება, იმიტომ რომ აი მართლა ვერ წარმოვიდგენდი ჩემ ბავშვობაში რომ შეიძლება მომესმინე ესეთი მუსიკოსები. მაგრამ ჩვენ არ ვივიწყებთ ჩვენსაც ქართულს იმ ლამაზ სიმღერას და აი ნახეთ ესეთ ლამაზ ადგილას როგორიც სოხოა როგორ შეგვავენ ეს ახალგაზრდები იმ სიმღერებზე რასაც მე ვმღერი და ამიტომ ბედნიერი ვარ რომ ის ქართული გენში რაც გვაქვს ის ქალაქური ცოტა საესტრადო საცეკვაო რავი ყველა მზეპირატიცის მღერიან ამ სიმღერებს კარგი განწყობაა ლამაზ ქალაქში ვარ და ისეთი ახალგაზრდობა მოდის რომ არ ივიწყებს კი არა ანავრცობს ამ ჩვენ ნამნეს. ქართული ესტრადის სიყვარულით თუ უბრალოდ დასასვენებლად ჩამოსულები ცნობილი სახეებიც მრავლად აღმოვაჩინეთ. მათ შორის ერთ-ერთმა კომპოზიტორმა მაიკო კაჭკაჭიშვილმა გიო ხუციშვილთან ერთად ექსპრომტად 2 სიმღერაც კი შეასრულა. გიო ჩემი ძალიან საყვარელი მომღერალია. მარტო მომღერალი არა, ადამიანი, მისი ოჯახი. ისე მიყვარს გიო ხუციშვილი, რომ როგორ არ უნდა მემღერა, აბა მითხარი. ამავე დროულად ვარ ჩამოსული, იმიტომ რომ მაგ კონცერტები ალაგ-ალაგ სხვადასხვა ადგილას და ძალიან კარგია, იმიტომ რომ თან ვისვენებ, თან საქმე და ორივე ერთად ძალიან კარგად გამოდის. მთელი თბილისი გადმოცხოვრდა ბათუმში. არ არის მთელი თბილისია, კაცო. ჩემი თბილისი მელოდება იქ, კაცო. მაკარე ხა ხვარი ჭამიაჭი და დავარაუდოთ 24-დან მე და მაკა საზღვარგარეთ მივდივართ დასასვენებლად. შეიძლება მისი მეუღლეც. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ბათუმის კლუბებში უცხოური ლაინაპი არ გახსნილა, არც ქართულ შემსრულებლებს ტოვებენ ყურადღების გარეშე. ივლისის ბოლოდან კი ზღვისპირეთში კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებები გელით. თავარია სამსახურისგან თავი დაიძვრინოთ და სხვების არ იყოს წელს დასასვენებლად არაპატრიოტული მარშრუტი არ აირჩიოთ. შემდეგ გადაცემაში ნახავთ უკრაინელი გოგონები ბათუმის აკვაპარკში ბინადრობენ, როდის დასრულდება ახალი სასტუმროს მშენებლობა. ვინ გაპატიჟებათ გრანდიოზულ ჩვენებაზე იახტით სასეირნოთ. სილამაზის კონკურსებმა ბათუმში ჩამოაღწია, როგორ ერთობიან მომავალი მისები.